თუ გინდათ აი ესეთი უგემრიელესი ჩაქაფული მოამზადოთ ხვალისთვის, მიყევით სანდროს რეცეპტს, აი მერწმუნეთ, ხალხნო, აი მსგავს მარტივად და მსგავს გემრიელ ჩაქაფულს ვერსად ვერ შეჭამთ. ნახეთ რა სილამაზეა. ოხ, სანდრო დაიგვეცო შენი მარჯვენა რა ბიჭი ხარ. სანდრო ეს რა სწავლები და ეს ჩავაყარე უკვე. 1 საათში მზად იყო, ხო? 1 საათში მზად იყო, ხო, უკვე და ეხლა ჩავაყარე და ეს ყველაფერი ეხლა ერთად მლოვა. ხო? ხო და იგეთ მზად არის? ესეც წვანილი რომ ჩაიხარშება, ჩათვალები მზად არის. მარილი? მარილი ბოლოს. და ბოლოს მწვანეს აღარ დავუმატებ? ბოლოს არა, ეს თუ გაცხელება მოგვიდა რაღაცა მეორე დილით, ხო? ხო. მაშინ იმისთვის რა ქვია სიახლისთვის, უბრალოდ გაახლებული გემი რო ქონდეს ისეთი. სუფრაზე როცა მივიტანთ მოკლედ. აი, მაშინ შეიძლება. და დასრულებულ ვარიანტსაც გაჩვენებ. კი ბატონო. და დადგა დაპირებული ჩაქაფულის რეცეპტი სანდროსგან. აი. თვითონ მეგობრებო, ეს შემოგთავაზებთ დეკეულის ჩაქაფულს. ოხ. ხარ ოჯახში მე ბატკნის მიყვარს. მე არა, მე ზიზღება. არ უყვარს და ამიტომ არ ვაძლევ უფლებას. გადავწყვეტ რომ გავეკეთებინა დეკეულის ხორბახორცისგან ჩაქაფული. ხა. ინგრედიენტები პირველ რიგში რა თქმა უნდა დეკეულის ხორცი, რომელიც დავჭერი როგორ ნაჭრება? ოსტრის ნაჭრებზე ოდნავ მსხვილად, იმიტომ რომ ეს მაინც შეიკლებს იმაში რა ქვია ხარშვის პროცესში და ამიტომ აი მე აქ რა ჩათოქრობა გაქვს სანდრო. ნაჭრებად ეს არის ხელები კაცო. რა ჩათო. ეს არის ტარხუნა, ქინძი, რამდენი დაახლოებით? ნუ ტარხუნა 7 კონა არის, რა ბევრი ის არის ტარხუნა და ხახვი საერთოდ უნდა იყოს წამყვანი მწვანე ჩაქაფულში. მწვანე ხახვი. აუცილებლად და ქინძი. აჰა. მწვანე წიწაკაც ჩავაჭერი ცოტა და არომატისთვის ახალი ნივრის დაახლოებით აი ამ ხელა 1 ცალი კაცო. 1 ცალი არომატი. აჰა. ეგ ღვინო გამოწიე რა ღვინო გაქვს? 9 ლიტრიანი კახური ღვინო. ხო. და მაქვს ხათუნა შადებული არაჩვეულებრივი შარშანდელი ტყემალე. თუმცა შეიძლებოდა ხო რო ეს ახალი. ნახურის გარეშე იყო შეიძლება ცოცხლად შენახული, ახალი ტყემალი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ახალი ტყემალი კულკა როცა არა გამწარებს მე იმას რა ქვია, კულკა როსდება და ამიტომ მერჩივნე რომ ძველი ტყემით გავეკეთებინა წყარი კულკით. აი მერთისული მაქვს როდის მომამზადებ, ძალიან მიყვარს. მინდა გითხრათ ძვირფასო მეგობრებო, რომ ბატკნის ხორცი უცხად კეთდება და ამიტომ მთელი ეს მწვანე რაც არის პირდაპირ შეგვიძლია ჩაუშვათ ფაფში და ერთიანად მოხარშოთ, მაგრამ დეკეულის ხორცს უნდა ჯერ მოყვანა. აჰა. გვიანი ხარშება შედარებით და მწვანილი რო არ გაგვიძღლოდეს და გაგვიწყალდეს, ამიტომ უნდა ცოტა მოგვიანებით. კი ბატონო. მაგრამ ღვინო უნდა ჩავასხოთ ეგრევე რომ ხო, ეგ არ ვიცოდი. კი ბატონო, ღვინოში გამოიხარშო. აჰა, მარილი? და არა, მარილი ბოლოს კაცო. და უნდა შემოვდგოთ დაბალ ცეცხლზე. ხო. რომ მოიხარშო ჩვენი ჩაქაფული. ეს თავისი ნინჯას უზარმაზარი გრილი აქ დამიდგა ხალხნო. ვეღარ მოძრაობ, მაგრამ აქ იყოსო და ხაჭაპურსად გამოვაცხობ ერთი მაგას ნახოთ. ეს თავისთვის მოიხარშება და სადღაც 1 საათში უკვე ჩავაყრით მწვანილებს. და დაგიბრუნდებით. გვიყვარხართ.